დალოცვილი გამხობოთ მაღალმა ღმერთმა, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, დღევანდელი დღისთვის მადლობა მინდა შევწირო მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტ ილარიოს, რომლის ლოცვა-კურთხევით ვიმყოფებით აქ, მამა ისიდორესთან ერთად და მამა კვირიკესთან ერთად. თითქმის 2000 მეტრი სიმაღლის, სულ ცოტა მეტრები აკლია სიმაღლეზე ვიმყოფებით. პირდაპირ ჩანს, რა ვიცი თუ ჩანს კადრში კვირიკესა და ივლიტას ტაძარი უფრო მაღალზე ვართ და რავი დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას. ღვთისმშობლის ლაქერნობის დღეა. ეს უდიდესი სიწმინდე ბრძანდება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ზუგდიდში და უამრავი ადამიანი დღეს არის ზუგდიდში, სწორედ ამ დღესასწაულს აღსანიშნავად და უერთდები და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და აქ კიდე ჩვენ დღეს მადლობა ღმერთს, რომ მეუფე ილარიოს ლოცვა-კურთხევით წირეთ მთავარანგელოზების სახელობის ტაძარში. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მამა ისიდორე. გილოცავთ დღევანდელ დღეს არის ღვთისმშობლის კვართის ხსენების დღე არის. მადლობა უფალს საქართველოში ბრძანდება უფლის კვართი, ბრძანდება ღვთისმშობლის კვართი და ბრძანდება კიდევ ელია წინასწარმეტყველის ხალენი. ეს დიდი სიწმინდეები ღმერთმა საქართველოს არგუნა და ღმერთმა ინებოს აი ამ დიდი სიწმინდეების მადლით ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღეს რა პრობლემებში და განსაცდელებში ვიმყოფებით ღირსეულად გამოსულიყავით. ღმერთმა ინებოს რომ როგორც ჩვენ მოგვედით დღემდე ჩვენ ახლა წირვა ჩავატარეთ მე-10 საუკუნის ტაძარში, რომელიც მოხატულია დავით აღმაშენებელის პირადი მხატვრის მიერ არის მოტანილი და ეს სიწმინდეები შემონახულია აი დღემდე არის შემონახული. სვანეთი არის იმისი ნიმუში თუ როგორ უნდა დავიცვათ ტრადიციები, როგორ უნდა დავიცვათ სიწმინდეები და აი ამ ტაძარში, ტაძრის ეზოში განისვენებს მოხუცებულობამ დაქიცხორა ამ ადამიანმა, რომელმიც იყო მცველი ამ ტაძრისა და ინახავდა ხოლმე განძს და არ წავიდა ქალაქში და ის ძალიან მოხუცებულობამდე აქ იყო და აქ არის დაკრძალული ახლა და ეს მარტო ამ ტაძარში არა, ყველა ტაძარი ესეთი განსაცავია და შემოგვინახეს დღემდე აი ეს დიდი სიწმინდეები და ტრადიციები და ღმერთმა ინებოს რომ ჩვენც შევძლოთ დღევანდელმა ქართველებმა რომ ჩვენს მომავალთაობას შემოუნახოთ ქართველობა, შემოუნახოთ ქრისტიანობა და შემოუნახოთ ის ტრადიციები, რომელმა ტრადიციებმა და რომელმა შრომამ და ლოცვამ და ბრძოლამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა. შეგვეწიოს ყველა ქართველს დღევანდელი დღის მადლი. გაიხარეთ და გასწრებით. მამა მერკვირი, როგორც მასპინძელმა. გილოცავთ ყველას ულოცავთ სულია საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს. ღვთისმშობლის კვართის ხსენებაა და მადლობა უფალს რომ აცხოვრის კვართი, ღვთისმშობლის კვართი ელიას ხალენი ჩვენს ქვეყანაში განისვენებს და ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი ერის წინაშე. ეს არის დიდი ტალანტი, რომელიც ჩაგვაბარა უფალმა და ამ ტალანტს უნდა განვითარება, როგორც სახარებაში წერია. ჩვენ ვიცით, რომ სამი ტალანტიდან ორმა გაამრავლა ტალანტი და ერთმა არ შემატა არაფერი და წაერთვა ის, რაც მას ჰქონდა. ეს გვიბიზგებს ჩვენ იქითკენ, რომ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაში და გავუფრთხილდეთ ამ ღვთისმშობლის წილხვედ მიწას, რომელიც არ გვეკუთვნის ჩვენ, ეს არის ჩვენთვის დროებით ჩაბარებული ტალანტი და ვუსურვებ ეს, რომ ამისი ძალა მოგცეს ყველას. აქ მამა ისიდორო მისაუბრა ადგილობრივი მაცხოვრებლის უჩა მარგოლანის შესახებ და მე დავამატებ ერთ სიტყვას, რომ როდესაც მთელი სოფელი იცვლებოდა, ამ ადამიანმა არ მიატოვა ეს სოფელი, ეს სალოცავი, ის იყო ამ ტაძრის ხელის მოკიდვარი და ასეთი ლოცვა ქონია თავისი პირადი ლოცვა, რომ მთავარანგელოზო შენ არ მიმატოვო და მეც არ მიგატოვებო და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ღმერთი არ გვტოვებს, ღვთისმშობელი არ გვტოვებს და ჩვენც არ უნდა მივატოვოთ და მაშინ აუცილებლად შეგვეწება ღვთისმშობელის და უფალის. ღმერთმა დაგლოცოს, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. მადლობა მინდა ყველას და ყველაფერს შევწირო და ეს დავამატებ, რომ აღნიშნეს, რომ ეს მიწა ჩვენ არ გვეკუთვნის ღვთისმშობლის წიხვერდი მიწა და ინებოს მაღალ ღმერთმა რომ ყველა ქართველში გაიღვიძოს პასუხისმგებლობამ რომ ის რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში თვალსაჩინო შევ კარგავთ ჩვენს მიწას, ჩვენს სამშობლოს, ქალაქების მშენებლობის მცდელობა აქვს, ყოველ შემთხვევაში რა ვიცი ხელი რამ უნდა შეუშალოს თუ ხმას არ ამოვიღებთ, რაც არის შეიძლება ითქვას ჩვენი ერის სიკვდილი, ხოლო ქართლის ცხოვრებაში ასეთი სიტყვები წერია, ქართლად ანუ საქართველოდ იწოდება ის, სადაც შამის წირვა ქართულად აღივლინებისო. და თუ ასე გაგრძელდა ქართველებო, როგორც ახლა ჩვენ ვაკეთებთ და როგორც ჩვენ ვიქცევით,
შამის წირვა უკვე ქართულად აღარ იქნება საქართველოში, საქართველოს ერთი ვილაიეთად გადაიქცევა აღმოსავლური რეგიონების რაღაც ვილაიეთად. და ხმის ამოღება გმართებს. მერთმა დალოცვილი გამხობს, კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის. ღმერთს მადლობა მამაო, თქვენ მადლობები რომ თქვენთან ერთად მადლობა. თქვენთან ერთად მომიწია დღეს წირვაზე დადგომა. აი ხა